აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა სასწრაფო სამედიცინო სისტემაში დასენერგის სიახლეებით დღეს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს გააცნო. ნუგზორ სურმანიძე თანამშრომლების პრობლემებითაც დაინტერესდა და სეზონთან დაკავშირებით ეფექტური მუშაობისკენ მოუწოდა. თანამშრომლებმა შეხვედრისას მთავარ პრობლემად გამოძახებების რაოდენობის სეზონური ზრდა, შრომითი განაკვეთის მიხედვით ხელფასების გადანაწილება და შვებულებების მხრივ არსებული ხარვეზები დაასახელეს. მინისტრი თანამშრომლებს მათთვის აქტუალურ თემებზე მუშაობას დაპირდა. ჩვენი შრომა თუ შევა რომელიმე კატეგორიაში. საერთოდ თუ ხდება განსაზღვრა სიმძიმეების მიხედვით შრომითი კატეგორიების გამოყოფა. მივიღე ბატონი მინისტრისგან პასუხი, რომ აუცილებლად დააზუსტებს ამ საკითხს. და აუცილებლად თუ კი ასეთი მოძრაობა მიმდინარეობს, აუცილებლად ჩაერთვება. მე ამ პასუხმა დამაკმაყოფილა აბსოლუტურად ამ ეტაპზე. ადოზითაც მოსახლეობა იზრდება ჩვენი რეგიონის საფხულის პერიოდში, იმ დოზით იზრდება გამოძახებები. რაც შეეხება იმას, რომ გამოძახების მხრივ მოხდეს რეგულაციები, ამ რეგულაციებზეც მიმდინარეობს მუშაობა და ახლო მომავალში იქნება ეს ცნობილი მოსახლეობისათვის და სამედიცინო პერსონალისთვის. მობილ ჯგუფებთან დაკავშირებით იქნება ის, რომ ასე ვთქვათ, მოხდება იმის მიხედვით დიფერენცირება გამოძახების, რამდენად პრიორიტეტული არის და პირველადი აუცილებლობიდან გამომდინარე პირველ რიგში მომსახურება განხორციელებული იქნება იმ პაციენტისათვის, რომლისთვისაც არის გადაუდებელი. ეს პრობლემა, რომელიც დასვეთ თქვენ მოისმინეთ, ჩვენთვისაც ცნობილია არამიზნობრივი გამოძახებები, ამ საკითხებზეც მუშაობს როგორც დაწესებულება, ასევე მუშაობდა ჩვენ რაღაც რეკომენდაციებს შევთავაზებთ. და გარდა ამისა, ზაფხულის პერიოდი მოვიდა, ზაფხულს აქვს მისი თავისებურებები, პაპანაკება, სიცხე, მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, შესაძლებელია გაიზარდოს გამოძახებათა რაოდენობა, ამიტომ სამსახური მზად უნდა იყოს, რომ ყველა გამოძახება შესრულდეს როულად და ხარისხიანად.